რამდენიმე კვირის წინ მამა ჩემო პატარა სამსახური შემომთავაზა. მისი ერთ-ერთი თანამშრომელი რამდენიმე დღით ქალაქიდან გადიოდა და უნდოდა რომ ვინმე სანდო ადამიანი დაეტოვებინა სახლის მეთვალყურედ. მამამ ეს საქმე იმიტომ შემომთავაზა, რომ იმ კაცის სახლს ჰქონდა დიდი ვიდეო თვალთვალის სისტემა. კამერა თითქმის ყველა ოთახში იყო და ზევით სათვალთვალო კომპიუტერი, სადაც ყველა ეკრანს ერთად უყურებდი დიდ მონიტორზე. მე კომპიუტერულ მეცნიერებაზე ვსწავლობ, ამიტომ მამა ჩემი ყოველთვის ვარაუდობს, რომ ყველა ტექნოლოგიურ საკითხში ვერ ყვევი. მამას თანამშრომელმა უთხრა, რომ 2 დღეში ის $200 გადამიხდიდა, უბრალოდ რომ სახლისთვის მიმეხედა. მამამ იმ კაცის სახლში მიმიყვანა და თან გამაცნო. კაცს აშკარად ერთშია ზედა ოთახში ყოფილიყავი, სადაც მონიტორები იდგა და სახლში არ მევლო. მეც არ შევჩივნე. როცა ავრჭამდი, ძირითადად იმ ოთახში ვიჯექი, ჩართული ეკრანით და ლეპტოპით, სადაც ვსწავლობდი. სამწუხაროდ ყველაზე ნაკლებად იმას ვაკეთებდი, რაც უნდა მეკეთებინა, ეკრანის ყურებას. ღამე მოვიდა და დავიწყე ფიქრი თუ სად უნდა დამეწინა, რადგან ეს საკითხი სახლის პატრონთან არც გაგვირჩევია. ისევ მაგიდასთან დავჯექი და დავიწყე ყველა კამერაზე ყურება, რომ გამიგო რომელ ოთახებს ჰქონდა საწყოლი ან დივანი. უცებ რაღაც ისეთი შევნიშნე, რასაც არ ველოდი. უკანა აივნის კარები ღია იყო. არ მახსოვდა, რომ ღია დამეტოვებინა. პანიკაში ყველა კამერას შევხედე და შემამჩნია, რომ მისაღებში კარადის კარიც ღია იყო. ამჯერად დარწმუნებული ვიყავი, რომ აქამდე დაკეტილი იყო. მამას მივწერე, რომ იმ კაცისთვის დაერეკა და ეკითხა ხო არ დაბრუნებულა სახლში. ამასობაში ეკრანს უყურებდი. ბნელ გამოსახულებაზე კარადიდან მაღალი ადამიანი გამოვიდა, რომელსაც მხოლოდ ჩრდილი მოყვებოდა. შოკში ჩავარდნილმა ხელები პირზე ავიფარე. როდესაც ამ დროს იდაყვით მაგიდიდან რაღაც მძიმე გადმოვაგდე, რომელმაც დიდი ხმა გამოსცა. იმ წამსვე კამერაზე დავინახე, როგორ ასწია იმ კაცმა თავი და ჭერისკენ აიხედა ხმაურის მიმართულებით. მერე ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყო კიბეზე ასვლა. ამ დროს მამამ მომწერა. არა, არ დაბრუნებულა. 9 საათის წინ ველაპარაკე. რატომ მეკითხები? მე ისე ჩავები ტექსტში, რომ ეკრანს ყურადღებას ვეღარ ვაქცევდი. უცებ კარზე კაკუნის ხმა გავიგე. შევხედე და ეკრანზე დავინახე ის ადამიანი, რომელიც იმ ოთახის კართან იყო, სადაც მე ვიყავი. როცა გამახსენდა, რომ კარს შიგნიდან საკეტი არ ჰქონდა, ერთადერთი აზრი, რაც მომივიდა, იყო, რომ ფანჯრიდან გადამხტარიყავი ბუჩქებში. ასეც მოვიქეცი, შემდეგ სირბილი დავიწყე. როცა 9 კვარტალი გავიარე, მამამ დამირეკა. ვთხოვე მისი თანამშრომლისთვის დაერეკა და ეკითხა, ვინმეს ხო არ ელოდებოდა თავის სახლში. ნათესავს ან მეგობარს. იმ კაცმა უთხრა, რომ არავინ ყავს, ვისაც გასაღები აქვს, ან ვისაც სახლში შესვლის უფლება ექნებოდა. ამიტომ მან პოლიცია გამოიძახა და კამერების ჩანაწერები გადაამოწმეს. მეც ვუყურებდი, დაწყებული იმ მომენტიდან, როცა უცხო ადამიანმა უკანა კარის მინა გატეხა, დამთავრებული იმ წამით, როცა ფანჯრიდან გადავხვდი და მალევე ისიც გაიქცა. პიროვნება ვერ იპოვეს. სამწუხაროდ გამოსახულება ძალიან ბნელი იყო, რომ სახე გაერჩიათ. დღემდე მაინტერესებს, იმ კაცს რა მიზანი ჰქონდა.